ისტორიული იერსახის შენარჩუნების პრობლემა დღეს უკვე მთელი ქვეყნის პრობლემაა. ქუთაისში ქალაქის საათის ადგილას მაკდონალდსის, ყაზბეგში კი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც მთავარ სავიზიტო ბარათს, გერგეთის სამებას და მყინვარწვერს თითქმის სრულად ფარავს. ამ თემაზე სალაპარაკო ჩვენთან სტუდიაში არიან ლევან ბიბილეიშვილი და ირაკლი მურღულია და რატი ამაღლობელი. ჩართვაზე გვეყოლება ლევან ბიბილეიშვილი, თემაზე კი თამარ მშვენიერაძე მუშაობდა, რომელიც ახლა გვეტყვის დეტალებს გისმენთ. სამშვიდობისა. დავიწყოთ იქიდან, თუ რატომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ორი თემა გავაერთიანოთ. ჩვენ უკვე 4 წელია რეალური სივრცის ეთერში ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქალაქი კარგავს ისტორიულ იერსახეს, მაგრამ ამ ორმა ამბავმა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში მოხდა ქვეყნის ორ სხვადასხვა წერტილში, გვაჩვენა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თბილისის პრობლემა არ არის. დავიწყოთ ქუთაისით. ქუთაისში ქალაქის ცენტრში თეატრთან გასულ წელს გასხვისდა ტერიტორია, სადაც კერძო კომპანია 6 თვეში აპირებს დაასრულოს მაკდონალდსის მშენებლობა. ამან გამოიწვია საზოგადოების პროტესტი, მაგრამ საზოგადოებაც გაყოფილია. საზოგადოების ნაწილს უნდა რომ ამ ადგილზე აშენდეს ეკლესია. მეორე ნაწილს აწყობს ამ ადგილზე კვების ობიექტის აშენება, მაგრამ არსებობს ჯგუფი მოქალაქეების, რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამ სივრცეში რაიმე მშენებლობას. ეხლა ვნახოთ ჯუკა ბანძელაძის რეპორტაჟი, რომელიც ჩვენ მან ქუთაისიდან გამოგვიგზავნა. აქედან. ეს არის არ შეიძლება ამ ადგილზე აიგოს შენობა, რომელიც აბსოლუტურად ამოვარდნილი იქნება სივრციდან, აბსოლუტურად არ იქნება თანხმდროში ირგვლივ არსებულ შენობებთან და მე მაინც ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი ქალაქის ცენტრში არსებობდეს მაკდრაივი. კი ბატონო, აშენდეს მაკდონალდსის რესტორანი, მაგრამ აუცილებელი ნამდვილად არ არის მაკდრაივი. მე მგონი, რომ სწორედ ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება ტროტუარზე აიშენებინათ და არა ვთქვათ ზემოთ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უნდა იყოს ის შენობა, რომელიც შეესაბამება მის არქიტექტურას და რომელიც საინტერესო იქნება ასევე ტურისტებისთვის. არც ერთი ტურისტი არ მოვა მაკდონალდსისთვის, იმისთვის რომ მაკდონალდში მიირთვას ყავა ან ჰამბურგერი, ტურისტი მოვა კულტურის სანახავად და მოწესრიგებული ქალაქის სანახავად. როცა თბილისში ხელაღებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, მისცემენ ნებართვას, გაყიდიან. მოდი რა ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ადგილობრივ თვითმმართველობამ შეათანხმოს სპეციალისტებთან და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. საუბრეთ ქუთაისის მთავარ არქიტექტორს, ბატონ ბაქარ ჭეიშვილს, რომელმაც აგვიხსნა, რომ მათი აზრით ყველაზე კომპრომისული გადაწყვეტილება არის მიღებული და ეს გადაწყვეტილება არის შემდეგი. გადაწყდა, რომ ქუთაისში ამ ადგილას აშენდება მაკდონალდსიც და ეკლესიაც. ეხლა ჩართვაზე ყავს ბატონი ლევან ბიბილეიშვილი, რომელსაც ვკითხავთ, როგორ ვითარდება ეს პროცესი. მოგესალმებით, ლევან. მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ გვერთვებით. ლევან, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რატომ არის დაუშვებელი თქვენთვის, კონკრეტულად თქვენი საინიციატივო ჯგუფისთვის, უფლება ქალაქზე, რომელიც ზუსტად ამ პროცესების შემდეგ ჩამოაყალიბეთ, ამ სივრცეში რაიმე ტიპის მშენებლობა, ან ის მშენებლობა, რაც დაგეგმილი აქვს ქალაქის მთავრობას, ეკონომიკის სამინისტროს და კომპანიას, რომელმაც იყიდა ეს ტერიტორია. დიდი მადლობა მოწვევისთვის. უპირველეს ყოვლისა მინდა ვთქვა, რომ ეს ტენდენცია არ არის, ვთქვათ, პირველი მაგალითი, ვთქვათ, რაც ავლენს ამ ტენდენციას. ქუთაისში არის კიდევ სხვა პატარა საზოგადოებრივი ადგილები, სადაც რაღაც გაურკვეველი ტიპის, ასე ვთქვათ, ნაგებობები იდგმება. ამ შემთხვევაში არის საუბარი რაზე? ამ შემთხვევაში არის საუბარი იმაზე, თუ როგორ შეუძლია მსხვილ კაპიტალს ასე უხეშად დაეპატრონოს და დაეუფლოს საზოგადოებრივ სივრცეს. ყველაზე დიდი პრობლემა არის ეს. გაუგებარია თუ ვინ არის ამ სივრცეზე პასუხისმგებელი. ანუ ამით ისი თქმა მინდა, თუ კი დაარსებობს, თქვათ, მუსირებს აზრი, რომ ეს სივრცე არის სახელმწიფოსი და მას შეუძლია, მას უფლება აქვს ამ სივრცეზე, მე ვფიქრობ, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ კი ეს სივრცე საზოგადოებრივი სივრცე ეკუთვნის სახელმწიფოს, ის პირიქით სახელმწიფოსგან დაცული უნდა იყოს და არ უნდა იყოს განკერძოებული. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ეს არის. და თუ კი სახელმწიფოს შეუძლია ასე იოლად და ასე მარტივად ის გადასცეს კერძო კაპიტალს, მაშინ გამოდის, რომ დაცული არაა თვითონ საზოგადოებრივი სივრცე და მაშინ გამოდის ის, რომ სახელმწიფო ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას არ ღვევდეს ამ საზოგადოებრივი სივრცის უფლებას. ლევან,
ქალაქის მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ ამ ადგილზე აშენდება McDonald's-იც, აშენდება ეკლესიაც და აშენდება სასტუმროც. ეს აი ეს საინტერესო კითხვაა სხვაჩერს. ეს შეიძლება რომ თქვა რაღაც კომპრომისულ ვარიანტად განვიხილოთ. ქუთაისის მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს უნდა რომ თქვა ამ ადგილას რაღაც სხვადასხვა ტიპის არის ახლა მოდი ვიტყვი რომ ეკლესია ცოტა მაღლა არის არა ამ ადგილზე პირდაპირ ეს არის McDonald's-ი შედება პირდაპირ ტროტუარზე შეიძლება ითქვას ცენტრალური მოედანის ტროტუარზე ისედაც პატარაა ეს ცენტრალური მოედანი და ეს რაღაც შეკუმშული იქნება და ჩადგმული იქნება და ეკლესია ცოტა მაღლა შენდება ანუ McDonald's-ის თავს ეს შეიძლება ითქვას ტიპიური პოსტმოდერნული ურბანული გამოვლინება მაგრამ საქმე რაში არის თუნდაც ეკლესია თვითონ ამ შემთხვევაში ცოტა სენსიტიური თემაა მოდი ამ თემას თუ კი ამ კითხეთ იმასაც ვიტყვი რომ ირგვლივ მთელი ასე ვთქვათ ამ ქალაქის ტერიტორიის ცენტრალური ქალაქის ტერიტორიის შემოგარენში იმდენი ეკლესია ვთქვათ რომ ესეც კი შეიძლება ზედმეტი იყოს შეიძლება კი არა ზედმეტია ამიტომ რომ 1-7-8 ეკლესია უახლოეს 3 კილომეტრში აშენებული და რა აუცილებლობას წარმოადგენს ის რომ ეკლესიაც დაემატოს ამას არ ვიცი მაგრამ მოდი McDonald's დაუბრუნდეთ ისე მე მგონი უფრო უყრიანი იქნება ამაზე ვისაუბროთ ხო? აი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის რომ ეს McDonald's-ის შენობა არის აბსოლუტურად ყველანაირი კანონდარღვევით კეთება პირდაპირ ტროტუარზე. ანუ ეს არის დაახლოებით აი ტროტუარიდან 5 მეტრის მოშორებით. ანუ ეს არის საზოგადოებრივი სივრცე, სკვერი და ყველაზე აი ზუსტად შემზარავი და ყველაზე გაუგებარი ისაა რომ აი ესეთ მსგავს საზოგადოებრივი სივრცეები არის აბსოლუტურად დაუცველი და ჯერ კიდევ გაუგებარია ვის ხარჯზე კეთება ანუ ეს ეკონომიკის სამინისტრო არის თუ ადგილობრივი თვითმმართველობა ანუ აქ არის კიდე რაღაც პატარა დეტალები დასაზუსტებელი თუ ვინ აძლევს ამის უფლებას და ვისაა რომ საზოგადოებრივი სივრცე ზიანდება და თქვენ ტროტუარი ახსენეთ რამდენჯერმე ხო საერთო კონტექსტში როგორ ჯდება თქვა ისტორიული იერსახეზე რომ ვილაპარაკოთ თქვა ამ ურბანულ კონტექსტში კარგად შეიძლება ჩანდეს ეს შენობა ამაზე ზედმეტია საუბარი ამაზე ზედმეტია, იმიტომ რომ რაც არ უნდა არქიტექტურულად ჩამჯდარი იყოს, მაინც დაარღვევს სივრცეს, იმიტომ რომ პატარა არის სივრცე. სივრცე არის ძალიან პატარა და მაინც დაირღვევა სტრუქტურა. არა აქვს მნიშვნელობა, იმდენად დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არა აქვს იმას თუ რა სტილის და რა ტიპის არქიტექტურაში იქნება მოცემული ეს McDonald's-ი. მაგრამ ნუ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ მავნებლობა ის არის რომ აი ამ მსხვილ ასე ვთქვათ მსხვილი კაპიტალი ახდენს ოკუპირებას ასე ვთქვათ საზოგადოებრივი ტერიტორიის საერთო ტერიტორიის რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ალბათ ხალხს და უნდა იყოს ისეთი ინფრასტრუქტურით დატვირთული ასე ვთქვათ რომელიც იქნება საერთო მოხმარებისთვის ასე ვთქვათ გამოსადეგი და არა რაღაც კერძო ინტერესებისთვის უფრო მიზანშეწონილი. მე როგორც ხვდები ადგილობრივები ითხოვთ ჩართულობას ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს. და ეს თქვენი საინიციატივო ჯგუფი რას გეგმავს? შეიძლება რომ შექმნას მსგავსი პლატფორმები, იმიტომ რომ დღეს მე ველაპარაკე თქვენი ქალაქის მთავარ არქიტექტორს, რომელმაც მითხრა, რომ პროცედურა იყო ასეთი. ეკონომიკის სამინისტროდან მოვიდა წერილი, ეს წერილი გაიაზრეს თქვენსავე თვითმმართველობაში და დათანხმდნენ ამ მშენებლობას. უпростоრად ამ ტერიტორიის იმას, რომ ეს ტერიტორია შეიძლებოდა გაყიდულიყო. ანუ თქვენ უფრო მეტ ჩართულობას ითხოვთ თუ რას გეგმავს თქვენი საინიციატივო ჯგუფი? კი ბატონო, ამ ეტაპზე ჩვენ გეგმავთ შეხვედრას საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან გვექნება შეხვედრა, ხელოვანებთან, ასე შემდეგ და გავმართავთ მოკლედ კონსულტაციებს და ერთიც არის რომ ეს რო არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც მოქალაქეობრივი პათოსის ასე ვთქვათ ნაწილი, აგრეთვე ჩვენ გვაქვს კონსულტაციები სამართლებრივ მოკვლევაზე, ანუ სამართლებრივად რამდენად გამართლებული შეიძლება იყოს აქ და ყოველ შემთხვევაში რა პროცედურები არის განვლილი და რა პროცედურები უნდა გაიარონ კიდე იმისათვის, რომ სამართლებრივადაც ჩვენთვის ეს იყოს
ეს პროტესტი იყოს მიზანშეწონილი და აზრი კონდეს პროტესტს, რა თქმა უნდა. მადლობა ლევან, დიდი მადლობა ჩართვისთვის. დიდი მადლობა თქვენ. თაკო ვიდრე ყაზბეგის ამბავზე გადახვალ, მინდა რომ მაყურებელს ჩვენი სტუდიის ნომერი გავახსენოთ 240-90-06. თუ კი ეს თემა თქვენთვის საინტერესოა, გაქვთ მოსაზრებები, შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გავგვიზიაროთ. რაც შეეხება ყაზბეგს, რამდენიმე დღის წინ მოქალაქემ ლევან ღაბაშიძემ, რომელიც სრულ აღმოჩნდა, რომ არ არის ყაზბეგის მკვიდრი, ატვირთა 3 ფოტო საკუთარ Facebook გვერდზე და ეს 3 ფოტო ახლა მაყურებელმა შეიძლება რომ ნახოს ჩვენს ეკრანებზე. საქმე ეხება მშენებლობას, რომელიც ყაზბეგის ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის უკან სავარაუდოდ რამდენიმე ხნის წინ დაიწყო. ეს სიტუაცია, რომელიც ფარავს პრინციპში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს, ანუ ხედს, გერგეთის სამებას, მოედანზეა ეს მშენებლობა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ეს ამბავი ახსნა ასე, რომ ნებართვა ადამიანი, რომელიც აქ მშენებლობას აწარმოებს, გფლობს ამ ტერიტორიას, ნებართვა გაცემული ადგილობრივი მმართველობის მიერ, მაგრამ როგორც ჩანს რაღაც ეტაპზე, ამ ადამიანმა დაარღვია პირობები, ააშენა, ან აპირებდა რომ აეშენებინა უფრო მაღალი შენობა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ის დააჯარიმა და მშენებლობა შეჩერდა. შედეგად მივიღეთ დაუსრულებელი კარკასი პირდაპირ ყაზბეგის ძეგლის უკან. და რეალურად ჩვენთან საუბარში ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა ეს ამბავი ესე შეაფასა, რომ ისინი არ ფლობენ არანაირ ბერკეტს, რომ კერძო საკუთრებაზე შეაჩერონ მშენებლობა, ან უფრო მეტი რეგულაციები დააწესონ, რადგან ეს არის კერძო საკუთრება. და ამიტომ ბატონო ირაკლი, პირველი კითხვა პრინციპში გვაქვს თქვენთან, გვაქვს თუ არა რაიმე პოლიტიკა ზოგადი სივრცითი განაშენიანების, რომელიც აი მსგავსი პრობლემებისგან დაგვაზღვევს. ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. ჯერ მოდი პირველ კითხვას, პირველ ფრაზას დავუბრუნდები, რომ არა გვაქვს ბერკეტი, როგორ გავაჩეროთ ეს მშენებლობა. რა თქმა უნდა, ეს ბერკეტი არსებობს, თუ არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა, თავის 3 სტატიით. ადამიანი თუ მშენებლობას დაიწყებს, ის შეგვიძლია დააჯარიმო და ეს დააჯარიმება არნიშნავს მხოლოდ იმას, რომ რახან დააჯარიმე, მას შეუძლია მე მშენებლობა განაგზოს, ზოგჯერ ეს გქონიათ, რომ თავს დავიჯარიმებ და სამაგიეროდ შემშება რაღაც აშენებული. არა, კანონმდებლობა ითვალისწინებს ჯარიმას და გონებრივ ვადას, რომ ეს რაც არასწორად ააშენა, ან უნებართვით ააშენა, ის გამოასწოროს. ამ ვადაში თუ ეს არ გამოსწორდება, შემდეგ ეს ჯარიმა სამაგდება, მაგალითად 3000 თუ დააჯარიმა, მე ეს ხდება 9000. ისევ გონებრივ ვადა მიეცემა და კიდე თუ არ გამოსწორება, მე კიდე ერთხელ სამაგდება, ანუ გამოდის უკვე 9000 სამაგდება. ერთხელ უკვე დააჯარიმოს. საკმაოდ მაღალ თანხაზე ადის ეს. რამდენი გადაახტენეს? 200 ლარი. 200 ლარიანი ჯარიმა, არ ვიცი. კი, 200 ლარი ოფიციალური ინფორმაციით. სხვა ხუნების გამოყვარდა ჯარიმის მანქანაზე. ამ გადაწყვეტის. ჩვენ ველაპარაკეთ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მთავარ არქიტექტორს ჯემალ სუჯაშვილს, რომელმაც გითხრა, რომ ეს ფოტოების ქვეშ მინაწერები და კომენტარები ნახეს ბავშვებმა და ძალიან სტრესული იყო მათთვის და ნუ რაც გასაგებია ეს ადამიანური თვალსაზრისით. ჩვენ ჩვეულებრივ მუდმივად ვეძებთ დამნაშავეებს და ძალიან კონკრეტულ სახელგვარებს ვამბობთ, რომ აი დამნაშავე არის ეს. და ასე შემდეგ, ხო? თუმცა რეალურად თუ კი ვთქვათ ამ ვითარებას გადავხედავთ, რაც ხდება ქვეყნის მასშტაბით, არა მხოლოდ თბილისში, ჩვენ თბილისზე შევეჩვიეთ, რაზეც თაკო ამბობდა თავიდან, რომ აი თბილისში რაღაც ნადგურდება ისტორიული ძეგლი, ამას ვაპროტესტებს რაღაც, ხო? თუმცა რეალურად სისტემა არ არსებობს მოქნილი და ქმედითი, რომელიც დაიცავს იმას, რაც არის ისტორიული მემკვიდრეობა, ხო? ირაკლი ჟვანია მეუბნებოდა როდესღაც ბევრი წლის წინ ინტერვიუში, რომ ხედი ეს არის ისტორიული მემკვიდრეობა და ეს მართლა ასეა, იმიტომ რომ ეს რაღაც მისალოც ბარათებად რომ შემოგჩება ხოლმე ეს პარიზის ეიფელები და რაღაცები, ხო? აი მსგავსია ესეც, ხო? გერგეთის სამება და ყინვარწვერი. ხო? ვიდრე კონკრეტულად თითო ტიპს თქვათ ამ შემთხვევაში აი ჯემალ სუჯაშვილს დავადებთ ხელს, რომ აი თქვენ ხართ დამნაშავეებში. ხო არ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ საერთო სისტემაა შესაქმნელი და უფრო ღრმა და მასშტაბური მიდგომა ამ ხრივ საჭირო. სახელმწიფო რას აკეთებს ამ დროს? საერთოდ არასწორი არის, როდესაც კონკრეტულ პირს ადებ ხელს, რომ ამისი ბრალი არის. იმიტომ რომ შეიძლება მე მაგალითად ირაკლი მურღულია ვიყო გიჟი და მოვითხოვო რაღაც ისეთ საშენება, ისეთ ადგილას, სადაც ესეთი რაღაც წარმოუდგენელი არის. ხო, თავისუფლების მოედანზე მომიტომო გავაშენო კრემატორიუმი. ხო, ეს ხო საინტერესოა. ხო, საინტერესოა. ხო, ეგეთი ისა იდეა გამიშდა. ყველას აქვს ესეთი სულელური აზრის გამოხატვის უფლება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნის უფლება, მაგრამ მე რას ვაკეთებ ეს არ არის და მე რას ვითხოვ ეს არ არის. მნიშვნელოვანი არის ნებართვას ვინ მომცემს ან არ მომცემს
ხო შეიძლება არ მითხრას უგიჟი ხარ მაგრამ უბრალოდ არ დამიკმაყოფილოს მოთხოვნა ხო შესაბამისად ერთ კონკრეტულ ადამიანზე ხელის დადება არასწორი არის თვითონ სისტემა რა თქმა უნდა თავის ამ პროცედურებით სისტემაზე გადავალთ უკაცრავად უბრალოდ მანამდე სანამ ვილაპარაკებთ კოეფიციენტზე, ორ სართულზე, მოშლილ სართულებზე და ასე შემდეგ. რატი შეგიძლია როგორ გითხრა რა დაშავდა ყაზბეგში? აი რა დაშავდა? ყაზბეგმა აჩვენა ამ შემთხვევაში აი ამ ფაქტმა აჩვენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის 25 წლიანი სახელმწიფოს სრული მარცხი კულტურულ მემკვიდრეობასთან, თანამედროვე პროექტებთან, თანამედროვე სახელმწიფოს ხედვასთან. როგორ ხედავთ ჩვენ თავს სახელმწიფოს და ამ სახელმწიფოში საკუთარ თავს. აი ეს სრული კოლაფსი არის აქ და ეს არის ძალიან მძიმე სურათი, იმიტომ რომ ჩვენ თბილისი დამარცხდა პირველ ყოვლისა მამა დავითთან, ტროტუართან, მშენებლობასთან, კულტურულ მემკვიდრეობასთან. აი რამდენი кейსი გავიხსენო, სადაც ჩვენი საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი ყოველთვის მარცხდებოდა წმინდა და წმინდასთან. და წმინდა და წმინდა იყო ინვესტორი, ფული და ძალაუფლება, ხელისუფლება, რომელიც მოდიოდა ბრუტალურად, ველურად, ყველანაირი, ასე ვთქვათ, ტრადიციების გათვალისწინების გარშე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ტრადიციული ქვეყანა ვართ, ტრადიცია გულისხმობს ყოველთვის თანმიმდევრულ დაცვას შენი კულტურული მემკვიდრეობისა ისტორიის. ეს არის ტრადიციული. ამ თვალსაზრისით აქ სრული ქაოსი არის აჩვენა ყაზბეგის ამბავმა აჩვენა რომ ფაქტურად ჩვენ 70 წლის განმავლობაში არ გქონდა კერძო საკუთრება არ უფრთხილდებოდით იმ ტერიტორიას იმ სივრცეს და ეს არის სულიერი ლანდშაფტი არა მარტო კულტურული ლანდშაფტი ეს არის სულიერი ლანდშაფტი რომელიც განსაზღვრავს არ ვიცი ადამიანების ცნობიერებას ამაზე არის პოემები დაწერილი ილია ჭავჭავაძის აჩრდილი განდეგილი ჩემო ბატონო გზავრის წერილები ეს არის 50 მეტრიანი ღიო მე მთები ფარავს იგივე ჩანს სტეფან წმინდიდან მხოლოდ 40-50 მეტრის მანძილზე ჩანს ეს ადგილი თუ ზემოთ არ ახვევთ აქ არის ლაპარაკი ცენტრზე ყაზბეგის ცენტრზე ეს ნიშნავს რომ ჩვენ ფაქტურად ბრმები ვართ ყრუები ვართ უგრძნობლები ვართ საკუთარი თავის მიმართ ისტორიის მიმართ და ყველაფრის მიმართ სრული უგრძნობლობა გვაქვს მე ვიცი რომ გულწრფელად ვიცი რომ ძალიან ბევრი კაი პროექტი ხორციელდება ახლა სივრცითი მოწყობის კუთხით იგივე მულახში იგივე მესტიაში სვანეთში მაგრამ ეს არის ინტელექტუალური ნაწილი ახსრულების პრაქტიკულ ნაწილში ჩვენ გვაქვს აი ესეთი ამბავი რაც ძალიან ძიმეა და მე ვფიქრობ რომ კიდევ ერთხელ ხაზგავსა აქ ძალიან მნიშვნელოვანია საყდრისის ამბავი. როდესაც შენ მემკვიდრეობის ძეგლს გიფეთქებენ, როდესაც იგივე მაგალითად ბაგრატის ტაძარს ასე ლიფტებში და ასე ელექტრონიზირებულად ანათებენ და ფაქტიურად ეს იგივე ახლა სფინქსს რო წვირი მიაწეპოდა ვენერას მილოსელს ხელი ამ უამრავმა მაგალითმა როგორც ჩვენ 30 წლის მანძილზე 25 წლის მანძილზე რამდენი ხანია ვექცევით ჩვენს კულტურას, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, აჩვენა უკვე რეგიონებში და აზბეგში აჩვენა, ქუთაისში აჩვენეს და ეს იქნება პანდემიასავით. ეს აქ არ გაჩერდება. აი, აქ არის პრობლემა. აი გამოსავალზე რომ დავიწყოთ ახლა ლაპარაკი. დოკუმენტები, რომელიც შეიძლება რომ ამ მიმართულებით იყოს კმედითი, ხო? ბევრჯერ გვიხსენებია და ბევრი წელი ამაზე მიმდინარეობს ლაპარაკი, რომ აი თქვა თბილისში და სხვა ქალაქებში და ნებისმიერ დასახლებულ პუნქტში ჭირდება განვითარების გენერალური გეგმა, რომ რაღაცა ერთგვარი ჩამოწერილი კმედებების ნუსხა, როგორ უნდა გაკეთდეს, თქვა ქუჩა, სახლი, შენობა, საავადმყოფო და ასე შემდეგ. ეს იქნება გამოსავალი. ერთია რომ არსებობდეს ფურცელზე, მეორეა რამდენად სრულდება ეს პრაქტიკაში. რამოდენი შეუძლებელია ისევ და ისევ იქ ვფრმდებით რომ ერთი რომელიღაც აი გენეგმას გავაკეთებ და გადავრჩებით. ხო, ესეთი რეცეპტი არ არსებობს, რომ აუცილებლად გადაგვარჩინოს. ძალიან ბევრი მონაწილე ყავს ამ თამაშს, ეს ბრწყალებში თამაშს და ამ თამაშის წესები, რომელსაც აწესებს ეს გენგეგმა, ყველა მოთამაშემ თუ არ დაიცვა, მაშინ ეს არ გამოდის ის თამაში, რომელიც ქალაქს ქვეყანას აწყობს. ხომ? ანუ ეს მოთამაშეები არიან პირველ რიგში არქიტექტორები, ვინც ამას ქმნიან ამ გენგეგმას, შემდეგ სახელმწიფო, ვინც ამას იცავს, საზოგადოება, რომელიც სახელმწიფოს აიძულებს, რომ ეს დაიცვას, ხო, ეს აქტიური რაღაც ნაწილი NGO-ები, არასამთავრობოები, ეს პროფესიული წრეები, რომლებიც ამ საზოგადოებას ანახებს, როდის უნდა იყვიროს და როდის არ უნდა იყვიროს, ხო, რომ ეს ჯანსაღი იყოს, მარტო ყვირილი ხო არ არის, სწორედ. ანუ ეს სულ ყველა ამ მოთამაშე თუ თავის საქმეს არ გააკეთებს, ისე ამისთაც შეუძლებელი იქნება. ყველა გენგმა, რომელიც გააკეთა ზედმეტი ეწოლის გარეშე და რაღაც შეთანხმდა და თუნდაც თბილისში, ის თავისთავად
ყველა ის შეცდომა რაც დაშვებული არის და დღეს რო დავდივართ და რაღაცა რო არ მოგწონს და რასაც კი ყვირილი არის დაწყებული რომ ამას რატო აკეთებ და ხალხი აღშფოთს და ყველა არის განხორციელებული იმ გენგმაში ის კარგი იყო გენგმა თუ ცუდი იყო ის უფლებრივი ზონირება რაც იყო ის სანამ არ შეიცვალა მანამდე ვერც ერთი პროექტი ვერ განახორციელა შესაბამისად ის გენგმა მაინც რო დაეცვათ კარგი თუ ცუდი ხო აღმოჩნდა რომ ის კარგი არის და უბრალოდ სრულებები რო შევიდა იმის შემდეგ გაფუჭდა ეს იმას ნიშნავს რომ ამის გამოსავალი რა ამის გამოსავალი მაგნიტური სწორედ დიახ დამცავი მექანიზმი რომელიც ზითად უარყოფით რაღაცებზე ვისაუბრეთ მაგრამ იყო დადებითი მაგალითებიც როდესაც საზოგადოებამ შესძლო ქალაქის ინტერესების დაცვა ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის რა თქმა უნდა დღემდე გაჩერებული მშენებლობა ვაკის პარკში სადაც ეს იყო რაღაც გარღვევა იყო საზოგადოებრივ აზროვნებაში და მის ქმედებაში რომ ის მარტო ჩემსას კი არ ეხებოდა რომ მარტო ის ვინც იქვე ცხოვრობს ის კი არ გავიდა იმის დასაცავად რომ ვაკელი ვარ და ამიტომ მე უნდა დავიცვა არა იქ ვიღაცა მოვიდა ვერიდან ვიღაცა მოვიდა პლეხანოვიდან ვიღაც თემკიდან და ვიღაცა ვაისობიდან ანუ საზოგადოებამ ერთიანად დაიცვა ეს უკვე იმას ნიშნავს რომ საზოგადოება სხვანაირად უყურებს ადრე იყო ესე რომ რაც საერთო იყო ის არავისი არ იყო და რაც ეხა უკვე ვიღაცამ დაინახა რომ ეს საერთო არის ვაკის პარკი და ეს ჩემიც არის მაშინ, იმიტომ რომ ამ საერთოს მონაწილე მეც ვარ, ხო? და შესაბამისად ეს საზოგადოებრივი აქტიურობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა იმ გადაწყვეტილების დროს, რომ იმიტომ რომ მთავრობაზე ზეწოლა თუ არ არის, ნებისმიერი მთავრობა, როცა ორი ზეწოლა არის ინვესტორის და მოსახლეობის, მაშინ მოსახლეობის მხარეს იჭერს, მაგრამ თუ მოსახლეობის ზეწოლა არ არის, ინვესტორის ზეწოლა ყოველთვის არის. თუმცა არ ვიცი რამდენად სწორია საზოგადოების პროტესტის ამარა დავტოვოთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. საზოგადოების აქტიურობა რას გვაძლევს რეალურად? ამ შემთხვევაში ეს იძულება, რომ აიძულოთ ხელისუფლებას. ეს აქტიურობა, ის რაც აქტიურობს საზოგადოებაში, რაც არის ეს ღირებულება, უკვე ასახული უნდა იყოს გენგეგმაში, განვითარებაში, კანონმდებლობაში, მოქმედებაში, კანონის აღსრულებაში. ეს უკვე უნდა იყოს ბერკეტად ქცეული და აღარ უნდა ვიყოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებრიობის ამდენი წლის თავზე მანიფესტაციების, პროტესტების ანაბარა. ანუ გონიურულად უნდა წყდებოდეს ეს პრობლემები და როგორც ითქვა, უნდა იყოს გენგეგმა ბუნებრივია და მინიმუმ ის გენგეგმა დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ კუთხით რაღაცები გულწრფელად კეთდება, მაგრამ რეალობაში ჩვენ გვაქვს ის სურათი, რაც გვაქვს. იგივე ქუთაისის სახით, იგივე ყაზბეგის სახით. ყაზბეგის ცენტრში ხდება ეს მშენებლობა, რომელიც კომპანიისვე გაკეთებული კვლევით განისაზღვრა როგორც საზოგადოებრივ საქმიანი სივრცე 1. ასეთი სტატუსი მიენიჭა ამ ტერიტორიას. პრინციპში ჩემთვის არა ადგილობრივისთვის უბრალოდ შორიდან რო უყურებ, ეს არის მოედანი ყაზბეგის. შეიძლება თუ არა, საინტერესოა შეიძლება თუ არა, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი ინტერესი დადგეს კერძო, ასე ვთქვათ, მესმის რომ კერძო საკუთრება არის უმნიშვნელოვანესი უფლება. მაგრამ ამ შემთხვევაში მოხდეს ან ადგილმონაცვლეობა, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოებრივი მნიშვნელობის სივრცე. და თუ აქვს რამე ბერკეტი ვთქვათ, ადგილობრივ თვითმმართველობას ან ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ აი ესე საჯარო განხილვის შედეგად თუნდაც გადაწყვიტოს, რომ აქ ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესზე უფრო მაღლა დგას, თქვათ, საზოგადოებრივი ინტერესი, რომ ეს სივრცე იქნეს შენარჩუნებული. კი ბატონო, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის საზოგადოებრივი აზრი, საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეების კეთება, თუმცა ყოველთვის არის იქ ვიღაც ერთი ადამიანი, ვინც ამ პროცესებს შეიძლება ეწირებოდეს მისი ინტერესები. მთელი სახელმწიფოს მთელი საქმიანობაც იმაში უნდა მდგომარეობს, რომ ეს საჯარო ინტერესები ისე განახორციელოს, რომ იმ ერთი ადამიანის ინტერესი არ დააზიანოს და ეს არ დააზიანება იმას კი არნიშნავს, რომ მას მშენებლობის ნებართვა მისცეს. ან ადგილმონაცვლეობა, ან კომპენსაცია უნდა მისცეს, ან რაღაც სხვა უნდა შესთავაზოს ისეთი, რითიც ის ადამიანი თუ კანონმორჩილი არის ისაც და თუ კანონიერად აქვს ის მიწა და ის მშენებლობის უფლება ისეც არ დასარაბდეს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი დაიწყოს მანამ, სანამ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, იმიტომ რომ მიწას აქვს რაღაცა ფასი, როგორც კი მასზე გაიცემა მიწის ნაკოდის სამშენებლო გამოყენების პირობები, ანუ პირველი სტადია, მისი ფასი უკვე იზრდება, იმიტომ რომ ეს დააფიქსირა სახელმწიფო, რომ ეს არის სამშენებლო დაპირება არის ფაქტიურად, რომ მე შენ აქ ამდენის აშენების უფლებას მოგცემ. როგორც კი მასზე შეთანხმდება პროექტი, ამ მიწის ფასი კიდევ უფრო იზრდება და ასე. ეხლა ზონასაც შეეხება უმეტესობა ქალაქებში თვითმმართველ ქალაქებში დამუშავებული არის გენგეგმები და მოქმედებს, მაგრამ ქუთაისში ნაკლებად, ყაზბეგში არ არის. ეს არის ძირითადად არის თბილისი, ბათუმი,
ქობულეთი, შეათანხმეს უკვე ფოთი, რუსთავი და ასე შემდეგ. იმ ტერიტორიებში, სადაც არ არის ეს დადგენილი, არ არის გენგმა, არ არის ფუნქციური ზონირება, იქ მოქმედებს ეს წესი, რომ ამ საპროექტო მიწის ნაკვეთიდან 50 მეტრიან რადიუსში უნდა მოხდეს კვლევა, იქ როგორი განაშენიანება არის, ის უნდა დავე, ის ინდივიდუალური საცხოვრებელია, მრავალბინიანი საზოგადოების საქმიანი შენობებია, რასართულიანობა და ასე შემდეგ. ამის კვლევა უნდა მოხდეს და რაღაცა აქედან გამომდინარე უნდა დადგინდეს ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთისას ქალგეგმარებითი პარამეტრები. თუ გარშემო სულ სასტუმროები არის 9 სართულიანები, ამასაც 9 სართულიანი საშენების უფლებას მისცემენ სასტუმროსას, თუ ინდივიდუალური სახლები მისცემენ ინდივიდუალური სახლს. ვინ ცოტა იკვლევს არასწორი რეალურად პრაქტიკაა. ირაკლი, ვინ იკვლევს რეალურად ამას და რამდენად აქვს ამ კვლევარს კომპეტენციას აი იმისო, რომ რაღაც დადოს დასკვნა, რომელიც შეესაბამება სიმართლეს. ხო, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს არის იმ შემთხვევაში, თუ გენგმა არ არის დამუშავებული და ამ შემთხვევაში აკეთებს როგორც წესი თვითონ მშენებელი, ინვესტორი, დეველოპერი, ვინც არის ამ მიწის ნაკვეთის, ის უკეთავს ქალაგეგმარებელს და ის ქალაგეგმარებელი აკეთებს ამ კვლევას. თუ ისტორიულ ნაწილშია, მაშინ ისტორიული კვლევას კეთდება, რა თქმა უნდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში თუ ყვება, შესაბამისად ხელოვნებაცოდნე ერთვება და მასთან ერთად კეთდება. თავისთავად ეს არასწორია. საინტერესოა ამ შემთხვევაში რა მოხდა, თუ იყო ეს ჯგუფი ჩართული. განვაზოგადოთ ეს პრობლემა, რომ საერთოდ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე, რომელსაც მაქვს ინტერესი, რომ აქ ავაშენო პირობითად 10 სართულიანი სახლი და მივდივარ და ვიღაცას რაღაცას უკვეთავ. მე თვითონ ვის შეუკვეთო და იმა რომ არასწორი დასკვნა გამიკეთოს, ან რომ დამიწევს არა იცი რა, 2 სართულიანზე მეტი არ მოუხდება აქ. მე შემიძლია ეს დასკვნა არც არ გამოვაჩინო, გადავდო გვერდზე და ახალს მივადგენ. სხვას მივადგე. რა თქმა უნდა, ვინც სწორად პრინციპულად ამ თავის იმას ნაშრომს გადასცემს და ობიექტურ რეალობას წერს ამაში, ხო? ის არაპოპულარული გახდება ესეთ დამკვეთებისათვის. ხო, მასთან არავინ არ მივა, იმიტომ რომ ყველას ეცნება, რომ გიჟი აი 2 სართულზე მეც არ მოგხსნებს. კერძო პირზე ალაპარაკი, რომელიც კვლევას უკეთავს, ხო? ეს არის კერძო პირი უკეთავს კვლევას, ხელოვნებაცოდნეს. იგივე მოხდა ამ შემთხვევაში ხო ხელოვნებაცოდნე თუ არქიტექტორი ქალაქმშენებელის ობიექტურობას და მის პრინციპულობას და კეთილსინდისიერებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული იმ დოკუმენტში, რაც ჩაიწერება, ვიდრე გარშემო სიტუაცია როგორი არის. ხო? ანუ ეს თავისთავად არასწორი პრინციპი არის მთელ საქართველოში რაც მოქმედებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერაფერს ვერ გეტყვით, შეიძლება გარშემო სულ სასტუმროებია და აქ სასტუმროს ნებართვა მისცეს. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი მხარე არის ამ დოკუმენტაციის განხილვის, იმიტომ რომ ყოველ ეს გარდა იმისა, რომ ზონა დადგინდება, ფუნქცია დადგინდება და კოეფიციენტები, კიდე არსებობს სუფთა ვიზუალური კუთხით, ეს აქ შეიძლება თუ არა ეს რამე სხვა გავლენებს სხვა რა ხდეს, მაგას სარიალების შეზღუდვა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საკმაოდ ეს არის ის ადგილი უბრალოდ ვამბობ, ისტორიული ადგილი, სადაც ჩვენ ხო გვიყვარს რომ აქ ვის გაჩერდა, ამან ეს ნახა. აი კნუთ ჰამსუნიდან დაწყებული და მანამდე პუშკინი და გორკი და ლერმონტოვი და თერგდალეულები და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად ის ადგილი, რომელიც იყურება მყინვარისაკენ, არა მარცხნივ, არა მარჯვნივ, არა დარიალისკენ, არა უკანო ყუროსკენ, არამედ მყინვარისაკენ. და ეს ყოველთვის იყო ცარიელი. ხაზია ჯემალ სუჯაშვილი. ბატონო ჯემალ, მოგესალმებით, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, გესმით ჩემი ხმა? გამარჯობათ, მოგესალმებით. გისმენთ. აზბეგის რაიონის არქიტექტორი გირეკავ ჯემალ სუჯაშვილი. კი ბატონო. გისმენთ ბატონო ჯემალ. ეხ, როგორი სიტუაციაა? მინდა პატარ-პატარა განმარტებები გავაკეთო ყაზბეგთან დაკავშირებით. კი ბატონო. ხო, ამ სასტუმროს აშენებს ადგილობრივი ბიზნესმენი ელიზბარ ჯანუყაშვილი. თანამშენებლობის ნებართვა გაიცემოდა. დიდი დისკუსიები ჰქონდა თვითონ მუნიციპალიტეტში, ეს მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით ხდება ნებართვის გაცემა. ამ ტერიტორიაზე კანონმდებლობით შესაძლებელი იყო კვლევის შედეგად 4 და თითქმის 6 სართულიანი შენობის მშენებლობა, მაგრამ ჩვენი თხოვნით, ასე რომ ვთქვა, დამკვეთმა გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და შევთანხმდით 2 სართულიან შენობაზე, რომელიც ხეთს არ თარავდა. აქედან გამომდინარე, გავეცით ნებართვა ჩვენ, მაგრამ მოხდა ისე, რომ ნოემბრის თვეში დამკვეთის მხრიდან სამწუხაროდ მოხდა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევა
შეთანხმებული პროექტის შესაბამისად არ გააგრძელა მშენებლობის ნებართვა და მოხდა მესამე სართულის დაშენება. გაზეთას უკვე ჩვენი მხრიდან რეაგირება მოხდა. 14 ნოემბერს დაჯარიმდა, რაც შეეხება ჯარიმის რაოდენობას თბილისში და რეკრეაციულ ზონებში დიდი ჯარიმებია, მაგრამ რეგიონებში არის მაქსიმუმი უნებართვო მშენებლობაზე 200 ლარი ჯარიმა. ჩვენი მხრიდან მოხდა დაჯარიმება და დაჯარიმების შემდეგ ნებართვის გაცემის წესის შესაბამისად დამკვეთს აქვს უფლება შემოიტანოს დარღვეული პროექტი დამუშავებული უკვე და მოითხოვოს ახალი ნებართვა. ბატონო ჯამალ, ახლა რა შეიძლება რომ მოხდეს? თქვენ ახლა რა შეიძლება რომ მოხდეს? თქვათ, შეიძლება რომ მშენებელ კომპანიას თუ პირს აუგზავნოთ მესამე სართულის, უკვე აშენებულია ხო, როგორც ხედავთ ფოტოებში, ან უნდა დაინგრეს ეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს თქვენი სამსახური, ან ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება? გეტყვით ეხლავე ყველაფერს აგიხსნით. შემოიტანა კორექტირებული პროექტი, მოითხოვა ახალი მშენებლობის ნებართვა დარღვეულზე. ეს ჩვენ უნდა განვიხილოთ, ნებართვის გამწემი ორგანო იხილავს მაგ შემთხვევაში. გაიცემა თუ არა კორექტირებულზე თუ ძველ შეთანხმებულ პროექტს დაუბრუნდება დამკვეთი. რახან ესეთი მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი ყო ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი სამსახური შევიდა გამგებელთან, წინადადებით, რომ სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, ან დროებითი კომისია. სადაც მოწვეული იქნებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არქიტექტორები და მოხდება საჯარო განხილვა. ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გამცემი ორგანო და გამგეობა. სიტუაცია ესეთია. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ პირდაპირ ეთერში. ჩვენ შეგვიძლია რეალური სივრცის ეთერი შემოგთავაზოთ ამ საჯარო განხილვისთვის, თუ კი ის მართლაც მოხდება. დიდი მადლობა. საერთო რატი უფრო შენთან ალბათ ეს შეკითხვა, საერთო ზიანი, რაც მოაქვს მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს. ჩვენ რაღაც გულგრილები ვართ ჩვეულებრივ და დისტანცირებულები, თუ ჩვენს ეზოში არ ხდება. ხშირ შემთხვევაში ამის განზოგადება ახლა არ არის შეიძლება, იმიტომ რომ კარგი მოქალაქეებიც არიან ჩვენს გვერდით, რომლებიც როცა რაღაც ცუდი ხდება, ყველაფერს აპროტესტებენ, ხო? საერთო ზიანზე რო ვილაპარაკოთ, რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების აქტიურობა, რომ აი რაღაც კმედითი იყოს, რაღაცა თქვას მოქალაქემ, რომ მას ნამდვილად შეუძლია რაღაც ცვლილება გამოიწვიოს. ხშირად, ასე თქვი, ის რომ რა არის ჩვენთვის საერთო, ხო? აი თბილისის მაგალითიც რო ავიღოთ და ჩვენი ყოველდღიური რეალობა. ამის ვერ გავწდით ჯერჯერობით ლოზუნგებს, სლოგანებს, სიტყვებს, ვერ გავწდით სამწუხაროდ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან დიდი დაღი დაგვასვა, როგორც ჩანს კომუნიზმმა, როდესაც ჩვენი საერთო არ იყო ჩვენი. არ გქონდა განცდა რომ ეს საერთო იყო. და აი ამ უტრადიციო არაჭეშმარიტად სოციალური ცხოვრების პირობებში შემოსულმა კაპიტალიზმმა უცებ განგვაკერძოა და კერძო საკუთრების ნება გაჩნდა და ამ კერძოში საერთოდ დაკარგული იყო საყოველთაობის, სოციალურობის, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ინტერესი. და აი ამ გაუცხოებაში ვართ ფაქტიურად დღემდე და არ მიყვარს ამ ფრაზის თქმა, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი გზა არის. ერთი არის გრძელვადიანი, ეს არის ისევ და ისევ განათლება და მეორე არის სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, რომელიც დგას ჯარიმაზე, რომელიც დგას პოლიტიკურ ნებაზე და ხისტად ატარებს კანონმდებლობაზე და ორივე გზა არის და ორივე გზა უნდა გამოვიყენოთ, ხო? რა ვიცი, უბრალოდ ეს აბსტრაქტულად ჟღერს, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება თუ არსებობს, ჩვენ რასაკვირველია უნდა ვიცოდეთ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ. აი ჩვენ სულ ვამბობთ, ხო, რომ თავარი არის ადამიანი და ადამიანზე ორიენტირებული საქმე. სად ჩანს ეს? ერთ ადამიანზე ეტყობა. როგორ სად ჩანს ეს უნდა გამოჩნდეს კონკრეტულად. ეს ადამიანები უნდა გამოჩნდნენ. და ეს ადამიანები არ უნდა გამოჩნდნენ ერთი ადამიანის ხარჯზე და სხვა ადამიანების საზოგადოებრივი ინტერესის ხარჯზე არ უნდა ისარგებლოს ერთმა ადამიანმა. ეს ბალანსი, ეს ჰარმონია არის სახელმწიფო, ევროპული სახელმწიფო, ტრადიციული სახელმწიფო, რისკენად ჩვენ მისურს. კი ბატონო. ირაკლი, მიწის სტატუსი ვახსენეთ ხშირად, რომელსაც შეეძლო რეალურად რომ გადაერჩინა, თქვათ იგივე ქუთაისი თუ ყაზბეგი, ხო? აქ ისე გამიკვირდა უკაცრავად რომ აშენების უფლება ქონდა ფაქტიურად მოედანზე იყო საუბარი, სკვერზე იყო საუბარი. იმიტომ რომ იყო კერძო საკუთრება და ანუ იც რა მეინტერესებს და თქვენ თქვით რომ კანონმდებლობის მიხედვით მშენებელს შეუძლია რომ დაიქირაოს პირი, რომელიც დაუწერს მას დასკვნას, რა სტატუსი შეიძლება მიენიჭოს მიწას, ხო ასეა? ეს თუ არსებობს გენგეკი გენერალური გეგმა. რეგულების გეგმა თუ არა და რომელიც რეალურად არ გვაქვს. საუკეთესო შემთხვევაში არ შეიძლება რომ თქვათ
სახელმწიფოს კონდეს ეს პოლიტიკა, რომ აი სახელმწიფომ უკვე მიანიჭოს მიწის ნებისმიერ ნაწილს ქვეყნის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებში რაღაცა კონკრეტული სტატუსი, რომ აი აქ მე შენ გაძლევ ამის აშენების უფლებას, აქ არ მოგცემ, იმიტომ რომ ეს არის საზოგადოების, ეს არის რეკრეაციული ზონა. სახელმწიფო თვითონ ხო ამას ვერ განსაზღვრავს. ისევ გეგმამდე მივდივარ, ჯერ გენერალური გეგმა და შემდეგ უკვე არის. გეგმა უნდა დაადგინოს ეს, თორე სახელმწიფო ხო თვითონ ხო ვერ მიხვდება, იქ ის ხალხს, ვინც ამ პროექტს აკეთებს, სადაც დატანილია, რომ ამის გაკეთება შეიძლება, ამის არ შეიძლება, მაგრამ აქ არის ახლა გარდამავალ პერიოდში ვართ, აქამდე გეგმები კეთდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა ესა თუ ის ქალაქი, დაბა, სოფელი და ასე შემდეგ, რომ გადარჩენის მექანიზმი. ესე PVO-სავით არის. ხო, შეზღუდვები ყოფილიყო, რომ ეს რაღაცა არ გაეფუჭებინა ვიღაცას. ეხლა უკვე ცოტა თითქოს ეს საზოგადოებრივმა აქტიურობამ, სახელმწიფოს მხრიდან მეტმა ყურადღებამ ქალაქ გეგმარებისადმი გამოიწვია ეს ემოცია, რომ მოდი ახლა უკვე განვითარება ერთია დაცვა და მეორე კიდე როგორ განვითარდეს, ხო, რა ახალი სიცოცხლე როგორ შევიტანოთ რაღაც დასახლებაში. ამისთვის ყოველთვის ხდება მე ქალაქ გეგმარებელებს იქ მიწები, რომლებიც არის პრობლემური, წესით უნდა იყოს ის სკვერი და იქ ვიღაც უნდა კორპუსი აშენება და ასე შემდეგ. ხო, ისეთი მიწის ნაკვეთები, რომლებიც ჩვენი აზრით არის შეუსაბამო, მაგრამ წარმოადგენს კერძო საკუთრებას და იმაზე მოთხოვნა აქვს ვიღაცას, რა თქმა უნდა, მიწა იყიდა, იმაში ფულია გადახრილი, კეთილსინდისფერი მყიდველი არ არის და როგორ დარჩა ბაბუამისაგან არ აქვს მნიშვნელობა. ვიღაცას აქვს ეს მიწა და ამაში ქონებას ფლობს, რომელსაც უბრალოდ ვერ წაართმევ და იქ ვერ ააშენებს საბავშვო ბაღს. ამიტომ ბაკურიანის მაგალითზე რო გითხრათ, სანამ გეგმის პროცესი არ დამთავრდება, ბაკურიანში ყველანაირი მიწის ნაკვეთების გასხვისება აუკრძალეთ. იმიტომ რომ იმდენი მიწის ნაკვეთია ესეთი შეუსაბამო, იმდენი ადამიანი მოითხოვს ადგილმონაცვლეობას, იმდენი ადამიანი ესე რომ ვთქვა, დაზარალდება ჩვენი გეგმის საფუძველზე წინასწარვე ჩანს. ქალაქის ბაკურიანის დაბის ინტერესებს შეეწირება იმდენი მიწის ნაკვეთი, რომ რამე თუ სადმე არის დარჩენილი სახელმწიფო საკუთრება, ეს ყველაფერი უნდა დარეზერვდეს, იმისთვის რომ შემდეგ ამ ადამიანებისთვის მოხდეს ამის დარიგება და კომპენსაციის სახით რომ გაიცეს, თორე ისე თუ ესენიც გავყიდეთ, მე კიდე საკომპენსაციოდ უნდა ვეძებოთ სხვაგან მიწები და ეს ბაკურიანში კი არა, სადღაც ცემში, სადაც 1 ჰექტარი უნდა მისცე 100 კვადრატულის წილ. ისევ ამ მიმდინარე ამბებს რო დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა, ვიდრე ეს ბლოკი დამთავრდება. ყაზბეგი და ქუთაისი, აი ხვალ რო დაჯდეს პირი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. რა უნდა გააკეთოს, რომ თქვათ აი ეს ორი კონკრეტული ადგილი გადარჩეს. დავიცოთ. კი ბატონო. ისევ და ისევ, რა თქმა უნდა, გენგეგმა, ეს გენგეგმა რაღაც პანაციას ავიჩხერს, მაგრამ გენგეგმა წესიერ თავის პროცედურების დაცვით და შემდეგ მისი განხორციელების მექანიზმები და ყველაფრით ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ეს ისევ ვიბრუნდებით, რომ ჯერ დაცვის მექანიზმები უნდა შექმნას აუცილებლად. ეს დაცვის მექანიზმები არის ისევ და ისევ აი ეს რეკრეაციული სივრცეების, რომელიც უმეტესწილად პრობლემის მიზეზი ხდება, რომელიც შენარჩუნებული არის თავის ბუნებრივი ფასეულობების გამო, ხალხმა რო დაიცვა იმის გამო, ისტორიულად რო არ იყო განაშენიანებული ამის გამო და იქ უნდა ვიღაცას შესვლა, იმიტომ რომ როგორც ეს კარგ ადგილებში არის ეს სივრცეები, კარგად გამოიყურება და სწორედ აქ აწვება ყველაზე მეტად ეს ინვესტიციები, ხო? ამიტომ ამ დროს ყველა ქალაქში, მერწმუნეთ, ყველა ქალაქის სისამა გაკეთებულია, ანატოლე ხა თან ვერ წამოვიღებდი. ყველა ქალაქს აკლია რეკრეაციული სივრცეები, რომ ნორმამდე ოდნავ მაინც ახლოს მივიდეს, ხო? ბათუმში ორჯერ ნაკლები არის, ვიდრე აუცილებელია, თბილისში 60%-ს ვერ ცდება ერთ წილ მოსახლეზე რეკრეაციის რაოდენობა და ყველა ქალაქს აქვს პრობლემა. ამაში არ იგულისხმება, რა თქმა უნდა, გარეუბნებში ტყეები და ეს ფუნიკულერის პლატო და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ურბანულ გარემოში გამწვანება, ყველგან დეფიციტია. პლუს ყველგან დეფიციტია საბავშვო ბაღები და სკოლები. მათი მომსახურების რადიუსები არსად არ ფარავს მთელ ქალაქს და ყველა განაშენიანებას. შესაბამისად, ყველა ქალაქში მე მგონია, რომ უნდა დადგეს საკითხი, რომ მიწის გასხვისება შევუწყვიტოთ, იმიტომ რომ ეს გვჭირდება სამონაცვლეოდ, ადგილსამონაცვლეოდ, შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისთვის, ეს გვჭირდება ახალი საბავშვო ბაღების აშენებად, ახალი სკოლების აშენებად და ახალი რეკრეაციული სივრცეების შესაქმნელად, ხო? და ამის გაყიდვისაგან ისეთი შეუძლებელია ისეთ შედეგს იღებდეს ქვეყანა მიწის გაყიდვისაგან, რომ ამან გადაარჩინოს ჩვენი და გააბწყინოს საქართველო, ხო? თან
როდესაც სახელმწიფო ყიდის მიწას, გვერდზე მიწის ნაკვეთს, რომელიც კერძო საკუთრება, იმას ფასს უგდებს. იმიტომ რომ McDonald's ახლა აქ რო სახელმწიფოსგან არ ვიცი იყიდა თუ არ, მაგალითად რომ მოვიტანოთ. და სახელმწიფოსგან იყიდა, ხო? ეს რო არ გაიყიდა, McDonald's არ გაუჭირდებოდა გვერდზე მიწის ნაკვეთის ყიდვა, ან ვიღაცა კერძო მოსახლისგან შესყიდვა და ის მოსახლეც უფრო კმაყოფილი დარჩებოდა და ის გარემოც არ შეიცვლებოდა და უფრო გავითარდებოდა. საერთოდ არც ერთ ქვეყანაში ჩამინახეთ სალკემთქო იშვიათად ძალიან, რომ სალკემთქო McDonald's-ები იყოს ქალაქის ცენტრში. როგორც ჩვენთან არის, ხო? როგორც წესი არის, სადღაც ძალიან მყუდროთ და არც ისეთი ფეშენებელურია, როგორც ჩვენთან. როგორც ჩანს, ესეც ჩვენი დამოკიდებულება და ესეც ჩვენი პრიორიტეტებია, რომ რა არის პრიორიტეტები? სამება თუ გერგეტის სამება, რომელიც ჩვენი ისტორიული იდენტობის ნაწილია, ამ იდენტობის ჩვენ არ ვართ, ახლა უნდა ვთქვათ, რომ დიახაც გვიხარია და დიახაც უნდა განვითარდეს ჩვენი კურორტები, კურორტული ზონირება, უნდა სასტუმროები იყოს, როგორც უყვართ ახლა საწოლების რაოდენობა ეს აუცილებელია და მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმოგიდგენიათ ახლა ვენაში რომ სასტუმრო ააშენონ იმის გადაფაროს შტეფან დომი და შტეფან პლაცი აღარ გამოჩნდეს. ანუ რა არის ხო ყაზბეგი უნდა ვთქვათ. რისგან შედგება, რა ღირებულებებისგან შედგება, სულიერი კულტურული, მემკვიდრეობითი, სოციალური, ეკონომიური და ასე შემდეგ. არის სად დგას ეს ღირებულება, გერგეტის სამება, მყინვარწვერი, ქალაქის ცენტრი და ალექსანდრე ყაზბეგის მემორიალი და სად უნდა იდგეს და სად უნდა ჩაეკვეხოს თუ არა იქ რა ქვია სასტუმრო. აი ეს არის გენგები, უნდა გენგეგმა შენდება, ასე თქვა და იქმნება ქალაქის ადგილის ფუნქციონალურ ღირებულებებზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც სტეფან წმინდის გენგეგმა დაიწერება, გათვალისწინებული იქნება ის უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, რაც ამ დაბას, ქალაქს და ისტორიულ, ასე ვთქვათ, საქართველოს ისტორიულ ნაწილს გააჩნია. იმედია რომ ასე იქნება. მშენებელი რეკავს ამ შენობის ახლა ყაზბეგიდან. მოგესალმებით, გისმენთ. გესმით ჩემი ხმა? ალო. პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გისმენთ ყურადღებით. ალო, გამარჯობა. გამარჯობა, გისმენთ ყურადღებით. მე ვარ ელიზბარ ჯაროხაშვილი, ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში მოგილოცავთ დღევანდელ დღეს. თქვენც ასევე მადლობა. მინდა ორიოთი სიტყვით გაგიმარტოთ არსებული სიტუაციის შესახებ და საზოგადოებისთვის იყოს ცნობილი ეს ყველაფერი თუ რამ გამოიწვია ამ ხელა აჟიოტაჟი თუ საზოგადოების ყურადღება და მინდა აგიხსნათ ახსნა ერთი გარემოება რომ მე სანამ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს შევიძენდი მანამდე ხონდა კონსულტაციები ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, სადაც მე თავდაპირველად სურვილი მქონდა ამეშენებინა 5 სართულიანი სასტუმრო და საცხოვრებელი ადგილი ჩემთვის უშუალოდ როგორც ადგილობრივი პიროვნება. მე ამ ხნის განმავლობაში სანამ შევიძენდი კონსულტაციების შედეგად მივიღე პასუხი, რომ იქ ვერ ავაშენები 5 სართულიანი და შესაძლებელი იყო მხოლოდ ამეშენებინა იქ არსებული შენობებზე არა თანაბარი, ასე ვთქვათ, სიმაღლის შენობა და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იქ გვერდით არის იგივე სასტუმრო და სხვა ტიპის შენობები, რომლის სართულიანობა არის 3 სართული. და ეს საბოლოო შეთანხმება იგივე მიწის კატეგორიის შეცვლაზე მე მივიღე ეკონომიკის სამინისტროდან, იქაც მითითებული იყო, რომ მე ვაშენებდი სასტუმრო კომპლექსს. შემდგომ ეს მოხდა ეკონომიკის სამინისტროდან კატეგორიის შეცვლა ნაწილობრივი მიწის ნაკვეთის, რომელიც ნაწილი იყო არასასტუმრო, ნაწილი სასტუმრო და იმ სასტუმრო-სამეურნეო გადაყვანა მოხდა და გაერთიანება ამ ნაკვეთის და შემდეგ უკვე ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და ჩვენი ასე ვთქვათ შეთანხმებით მოხდა ისე რომ უნდა აშენებულიყო არა უმეტეს 3 სართულიანი შენობისთან. ის ნებართვაც რომელიც გახდა მუნიციპალიტეტმა გაიცა 3 სართულიან შენობაზე და შეგიძლიათ ნახოთ თქვენმა კორესპონდენტებმა ნახეს გუშინ ეს ყველა დოკუმენტაცია იყო 3 სართულიანი შენობა ოღონდ ქანობიანი სახურავით და ჩემის მხრიდან მოხდა ცვლილება მხოლოდ ქანობის გასწორება და იქნება სწორი გადახურვა და არა სიმაღლის მომატება, ან სახის მომატება, ან სიგანის და ასე შემდეგ. აბსოლუტურად ხედით, რომელი ხედით სამებას და მყინვარწვერის არის კონკრეტული მიმართულებიდან არ იმალება, სურათში ჩანს ეს და გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომელიც დაინტერესებულ პირებმა გადაიღეს და ასევე არ ვფიქრობ მე და არ სულიერად მაქვს, თუ ვინმე შეცდივა გული ხევზე და რაიონზე და
გასაგებია. ამ ყოველგვარ ამასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთ-ერთი მეც ვარ და გასაგებია. ჩემი კონკრეტული ბიზნეს გეგმა დაწყობილი იყო და აგებული იყო და სულსა გაცვლაზე, მაგრამ ვინაიდან ეს შეზღუდვები არსებობს, მე ვემორჩილები. გასაგებია, დიდი მადლობა. დავიმორჩილები და არანაირ და ვისაც მითხა და გოდის ვიხდი სულეთი წამით, კარგად იციან ადგილობრივმა და სულ ყველამ, მაგ ადგილას იყო ნაგვის ბუდე და კომუნისტების დროს იყო ტუალეტი. თუმცა ეს არ ამართლებს იმას, რომ ამ ტიპის შენობა აშენდეს მაგ ადგილას ხო ასე. დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყაზბეგიდან გვერდებოდა ამ შენობის მეპატრონე, მე მაყურებელს შევახსენებ ირაკლი მურღულია და რატია მოვლობელი იყვნენ ჩვენთან, თაკო ძალიან დიდი მადლობა შენ. მადლობა შენ. მუშაობისთვის. რამდენიმე წუთში ვბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგვერდებით.